მოგესალმებით ყველას. ვისაუბროთ ვიზებთან კავშირებით რა ხდება, რა სიტუაცია. ესეთი მშვენიერი კაი საიტი. ვებგვერდი გაკეთდა ვიზები.gr და აქ იდება სიახლეები, საერთოდ რა ხდება საფლიოში იმიგრაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საქართველოში ასე ვთქვათ, ეკონომიკურად მთლად ჯერჯერობით არ არის ბოლომდე კარგად დალაგებული, ამიტომ ისეთი ქვეყანა ვართ, რომელიც მიდი-მოდის, ასე ვთქვათ, ჭირდებათ ვიზები. პირველ რიგში ის, რომ არალეგალურად არავის არ ურჩევ, დარჩენას არსად, იმიტომ რომ ყოველთვის თავდება იმით, რომ დეპორტაცია ხდება და ასე შემდეგ. სასურველია ყველა ადამიანმა რაღაცა მოირგოს თავისთვის ვთქვათ უკეთესი ვარიანტი რა. ვისაც ახლა ვთქვათ სამსახური უნდა, უფრო ბიჭებს ახალგაზრდებს ყველაზე კარგი ვარიანტი არის ტრაილერზე დაждომა ევროპაში, პოლონეთში. მართვის მოწმობა უნდა იყოს B-C კატეგორია. რუსთავში ვისაც უნდა იმედსადინებს, იქვე არის რაღაც სამედსადინო, ყველა საჭე უყვარს, მით უმეტეს ისწავლის და ევროპაში ოფიციალურად დასაქმდება. შეუძლია გერმანიაში სიმუშაოს და მშვენივრად ზის კოხტა ტრაილერში მიდის, რულს ატრიალებს და დღეში 100 ევროს მაინც შოულობს 300 ლარს მინიმუმ. ცოტა არ არის, თან მუშაობ რაღაც პერიოდი, მე შეგიძლია საქართველოში ჩამოხვიდე, რაღაც ერთი თვე იმუშავებ, ორი თვე მე დაბრუნდები და ისვენებ, ერთი თვე მე ძალიან კაი ვარიანტია. ამიტომ ეს სადღაც თავქარიანად წასვლა დარჩენა არავის არ ურჩევ რა, იმიტომ რომ პრაქტიკა აჩვენებს, აი როცა ახლა თქვათ მექსიკის საზღვარი ამერიკის იყო გახსნილი, ბევრი წავიდა ესე, მაგრამ ძალიან ბევრი დაბრუნდა ამერიკიდან რა. იმიტომ რომ ზოგი არ კითხულობს არაფერს, არ სწავლობს. ინტერნეტში არის ძალიან ბევრი დიდი მასალა იმის შესახებ, რა ხდება ამერიკაში, რა ხდება. მაგალითად ავიღოთ ახლა ჩვენ გადავიდეთ კანადა, მისი რეალობა და ვითარება და სიმართლე. აი მშვენიერი ისმა გადაღებული. თქვათ აი შეხვალთ ამ გვერდზე. მოусმინეთ. მე მომისმინეთ, რასაც მე ვიძახი, რეალობაა. საერთოდ შეეშვით იმას, რომ ეგრე არ არის, აი ნათქვამია ბავშვის გაზრდა ვინიცის ყველაზე კარგად და იმან ვისაც შვილი არ აყავს და ისია ზოგი საქმე რა. რაღაცას გიხსნიან, რაღაც ტიპობენ, თვითონ იციან რაღაცზე არ არიან. ამ დროს აი ნახეთ ბევრი ის არის, რა ქვია, ვიდეო არის იმასთან დაკავშირებით, რომ აი ნახოთ ყველაფერს. ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა კანადა გამარტივისა. აქ ჩავიდეთ ამერიკის სტატუსი. აი კიდე მაგალითად საინტერესოა ახლა არის ხოლმე ინტერნეტში რაღაც რეკლამები. აი გაგიკეთებთ სლოვენიის ან რუმინეთის მოქალაქეობას $20,000 რაღაც. ხო იასნია თქვილი, არ გეკუთვნის და რაღაცა უნდა გაიკეთოს. აი всё, ნახეთ. რიგის აეროპორტში მესაზღვრეება დაადგინოს რუსეთის ორი მოქალაქე, რომელსაც წარმოადგენს ყალბის სლოვენური პასპორტები. ეთხოვინება სახელმწიფო დაცვა. ხო. და ამათ გადაუხდიათ ეს მოქალაქეების მისახად საბუთების 40,000 евро გადაუხდიათ. ბინის ფული გადაუხდიათ და ყალბი აღმოჩნდა. දැන් წარმოიდგინეთ. აბა რა შარში ხარ. ამიტომ დაჭიქით რა სანამ ისა. სადმე წახვალ წაიკითხეთ ინფორმაცია იმიგრაციო, ახლებია. როგორ მივიღოთ? რა თქმა უნდა, რაც მეტი პასპორტია, უკეთესია. ახლა კიდე ესეთი მიმართვა ქართველებისთვის რა. აი ზოგი არის ისეთი ტიპი, რომ აი თქვათ აი ცხოვრობს ამერიკაში 10 წელი. იცის რომ თქვათ გრინ კარტი აქვს და 5 წელიწადში ამერიკის მოქალაქე. აი რას ელოდები? აი რაღაც ზოგი არის ესეთი მოდიშთა ფეხებზე კიდიათ. აი გრინ კარტი მაქვს და რაღაც. მე შეიძლება რაღაცა შეემთხვეს ამ თვალზე დაждდეს.
მანქანას და აღარ მისცენენ ჩხუბი მოვიდეს და კრიმინალი ჩაეწეროს რაღაცა. რაღაცა ისეთი ხალხი, რაც მნიშვნელოვანია, იმას არ აქცენტურებ, საბუთებს, მოწესრიგებას, ახალი ხარალი, ესეთი. პლუს კიდე ისა, აი პრობლემაც არის, პლუს კიდე რომ მასიური დეპორტაცია, ირლანდიიდან. აი შეხედეთ ახლა, აი სირცხვილი თავის მოჭრა, მეტი არაფერი. 2022 წელს 1780 საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დააკავეს და ზოგი დაადეპორტეს. იმიტომ რაღაც კრიმინალი ჩაიდინა. ხო, ეს ხალხი ზოგი არ მიდის სამუშაოდ, ამიტომ იქ რეალურად იმათ არ ჭირდები რა. ეხლა აი ბევრ მითებზე ვისაუბრებთ ახლა რა. აი მაგალითად აი მშვენიერი პროგრამაა, აი შეხედეთ. ნიჭიერების პროგრამა არის და აუღიათ აი შეხედეთ. $16,000 ღირს ამერიკაში ეს რა. აი ქართველმაც აიღო გაუკეთეთ საბუთები, მშვენივრად არის ისა. ჩაუბარეთ ერთ გოგონას და ასე შემდეგ რა, შეხედეთ აი აქნიზე და ეზარებათ აი საბუთი მოიტანეს აი ესე უნდათ რა, ეგრე არ არის ახლა ელჩი არ მოგაკითხავს სახში და თავის დიპლომატიური მანქანით არ გაგაცილებს აეროპორტში და ვიზას არ მოგცემს. წვალებაა საჭირო. ეგრე არ არის. ხო, ეხლა რაც შეეხება ჩვენ ვეძებდით იმას, რომ რა ხდება მარტივად. მივიღეთ რა. სიახლეები თუ სასარგებლო ინფორმაცია. არის. მარტივებს. ვეძებოთ ყველაზე ძლიერი. ჩვენ საქართველოს მაგალითად ყველაზე ძლიერი პასპორტი გვაქვს. 2025 რეგიონში ალბათ რა. აი აქ არის ესეთი ბული დააწვევით და ნახავთ რა ქვეყნებში შეგვიძლია ჩვენ ვიზოთ ისა ვიაროთ. შეხედეთ რა მაგარი საიტია. პასპორტ ინდექსი ქვია და აი აქ აი წვანე რაცა ყველგან ვიზოთ შეგვიძლია ჩვენ შეავლის საქართველოს მოქალაქეებს. ახლა რაც მეტია ისა პასპორტი უკეთესი. მაგალითად აი მაგალითს მოვიყვანე ხა რუსეთის მოქალაქეს არ შეუძლია ქუვეითში ვიზოთ შესვლა. ჩვენ შეგვიძლია ქართველებს. მაგრამ ქართველს არ შეუძლია საქართველოს მოქალაქეს შევიდეს ერაყში და რუსეთის მოქალაქე ჩადის. და ესეთ რაღაც განსხვავებები არის რა. მაგალითად თურქეთის მოქალაქე მაგალითად ვიზოთ იაპონიაში მიდის. რუსეთის და საქართველოს მოქალაქეს თქვათ ვიზა ჭირდება. იაპონიაში და ასე შემდეგ. არის, რაც მეტია პასპორტი უკეთესია. რავი, ჩემი აზრით ყველა რაც მიუწვდება ასე ვთქვათ და საფუძველი აქვს, რაც მეტი პასპორტი ექნება უკეთესია. ხო, ეხლა შეძებდით იმას. კანადასთან დაკავშირებით თქვენ ნახავთ, რომ აი რა რთული ვითარება არის ეკონომიური კანადა, ამერიკა. ხო, რა ვითარება არის? და ტრამპის შეშეს. так, სიახლეებში შეიძლება მოგზაურობა და ტურიზმი იყოს. შევამოწმოთ ტურიზმი. კურიოზებიცა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამერიკის ვიზის მიღებასთან დაკავშირებით, აი